ყველას, ვისაც ახლა ეკრანზე ხედავთ, ბიძინა ივანიშვილი აერთიანებს. მილიარდერი ამ ხალხს წლების განმავლობაში ანდობდა მისთვის მთავარს, ფულს და უსაფრთხოებას. თუმცა წლებთან ერთად ოლიგარქმა ყველა მოიშორა. მოშორებულები კი მოღალატედ ან აგენტებად შერაცხა. შაბათის გუნდმა იმ ხალხის ისტორიები მოიწია, ვინც ივანიშვილის კარზე ერთ დროს ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა. შემდეგ კი მათი ნაწილი ციხეში ჩასვეს, ნაწილმა კი ქვეყნიდან გაქცევა მოასწრო. ისტორიები ერთმანეთის იდენტურია. ოლიგარქის კარზე მსახურებას ყველა რიგითობიდან იწყებს. მეთაურობამდეც აღწევს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მაინც გაგდებით, ციხით ან გაქცევით სრულდება. განხეთქილებას წინ, როგორც წესი, მილიარდერის ეჭვიანობა უძღვის, რომელსაც ხან გონია, რომ ფულს პარავენ, ან შეგზავნილი აგენტის არსებობაში არწმუნებენ, რომელიც მის დასამხობად მუშაობს. ვისაც ქონდა განცდა და ქონდა სურვილი და ექნება მომავალშიც, მათ იცოდნენ, რომ ეკონტროლს ბაზარზე. დღეს შაბათის ეთერში გიყვებით ხალხზე, ვინც ოლიგარქის ეჭვიანობის გამო იძულებული გახდა, არა მხოლოდ ივანიშვილის სამსახურიდან, არამედ ქვეყნიდანაც წასულიყო. პადრიგულუა სამშობლოდან გადახვეწილებს შორის ერთ-ერთია. მისი მონაცემები არც საჯარო რეესტრში და არც ამ უმრჩეველთა ერთიან სიაში აღარ იძებნება. ერთ დროს ივანიშვილის ფულსა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი უეცრად გაქრა. ვიცოდი რაღაც დაცვაში მუშაობდა, იმიტომ რომ კი, დაცვაშიც იყო ბატონ ბიძინას. ისეთი კარგი მანქანით მოდიოდა ხოლმე იმ პერიოდში, დილით უცხად მიდიოდა, მოდიოდა, ხანდახან დამინახია, მაგრამ კონკრეტულად სად მუშაობდა, რა იყო რაღაცა, ეგ არ ვიცი. და უბრალოდ გითხრას, რომ ემიგრაციაშია და აღარ დაბრუნა. ხო, აღარ ჩანდა, მეუღლემ თქვა, რომ წასულია. პადრიგულუას ბიძინა ივანიშვილი საკუთარ და ოჯახის სიცოცხლეს ანდობდა. გულუა ოლიგარქთან შევარდნაძის უშიშროების სპეცრაზმ ომეგადან მოხვდა. ბოლოს ივანიშვილი მას იმდენად ენდობოდა, რომ რეზიდენციების მშენებლობების ზედამხედველობაც ჩააბარა და ქართულს ერთ-ერთ ბოსადაც დანიშნა. ქაბატონოვიკა, გაგაფრთხილეს, რომ კარი არ უნდა გაგვიღოთ? კარს მიღმა ვიქტორია ბარჩუკოვა, ბიძინა ივანიშვილის კარზე ერთ დროს გავლენიანი კაცის ცოლი. მის ოჯახში ახლა ივანიშვილის გვარის ხსენებისაც კი ეშინიათ. პადრიგულუა უკვე ბევრი წელია სწორედ მისი ყოფილი შეფის გამო არის გადახვეწილი. ოჯახს გარდა მისი ადგილსამყოფელი წლების განმავლობაში არც არავინ იცოდა. ის საქართველოში ამ დრომდე არ დაბრუნებულა და ჩვენი ინფორმატორის მტკიცებით, შვილებსაც კი თურქეთის ტერიტორიაზე ხვდება. რამდენიმე კითხვა მაქვს მამასთან დაკავშირებით, თუ შეიძლება. ანუ სად არის დასული და რატომ დატოვა ქვეყანა, შეგიძლიათ მითხრათ? არ დამელაპარაკებით? ივანიშვილის გამო წავიდა ქვეყნიდან, ეს ცნობილია, მაგრამ არც ბრუნდება. რა მოხდა ასეთი, რის გამოც იძულებული გახდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა? არ გესმით ჩემი ხმა? გულუა ივანიშვილის კარზე დაწინაურებული კაცი იყო და ოლიგარქის ჭარბი ნდობით 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სარგებლობდა. პირველი ბზარი მაშინ გაჩნდა, როდესაც ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ კაცი, რომელსაც მიწისქვეშა სართულების გეგმებს ანდობდა, რეალურად აგენტი იყო და საიდუმლო ბუნკერების შესახებ ინფორმაცია სააკაშვილის ხელისუფლებისთვის მიჰქონდა. ივანიშვილი საქართველოში 3 ძველ და 2 ახალ რეზიდენციას ფლობს. ჭორვილა, შეკვეთილი და თბილისი წლების წინ ააშენა. აბასთუმანი და თაბორი ახლა. ანზორ ჩუბინიძეს ჩვენ ვეკითხებით, ქონდა თუ არა ივანიშვილს მოთხოვნა, რომ მის ყველა რეზიდენციას უსაფრთხოების ბუნკერი უნდა ჰქონოდა. ივანიშვილის რეზიდენციების პროექტები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.
მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე, სადაც თბილისში აშენებული ობიექტების ესკიზებია ხელმისაწვდომი, ივანიშვილის არც ძველი და არც ახალი რეზიდენციის მაკეტები არ იძებნება. არადა, როგორც ჩვენი ინფორმატორი გვყვება, როგორც ყველა ოლიგარქს, ივანიშვილსაც ყველგან ბუნკერი აქვს. ადგილი, სადაც ერთი თვის განმავლობაში ოჯახთან ერთად თავის შეფარება შეუძლია. ანზორ ჩუბინიძეს ამ კითხვაზე პასუხისას არას თქმა მარტივად შეეძლო. თუმცა, მან არ უარყო, რომ შიშებით შეპყრობილი ოლიგარქი ყველა რეზიდენციაში თავიდანვე აპროექტებინებდა უსაფრთხოების ბუნკერებს, სათადარიგო გასასვლელებითა და ჰაერის ნაკადების მილსადენებით. რა ხდება ოლიგარქის ბუნკერებში ისეთი რისი გათქმისაც ივანიშვილს შეეშინდა. მილიარდერის დაცვის ყოფილი უფროსი ელდარ გოგოლაძე გვიდასტურებს, რომ ბადრი გულუა, რომელიც ოლიგარქის გამო ქვეყნიდან გაიქცა, სამშენებლო გამოცდილების მქონე პირი იყო და სპეცპროექტების განხორციელებად შეეძლო. ჩვენი ძველი ომეგელია, რაც ამერიკაში მომამზადეს. კი. მანდაც მე მივიყვანე, მაგრამ მე კომპანიის პრეზიდენტი გახდა. ინჟინერია, განათლებით 31 ქარხანაში მუშაობდა, კარგი ხელი აქვს. ეს თაბორის სასტუმრო კომპლექსია. აშენდა როგორც სასტუმრო, მაგრამ ახლა ერთ-ერთ კორპუსში თბილისში ყოფნისას ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს. სავარაუდოდ აქ არის გადაღებული მილიარდერის ბოლო საოჯახო ფოტოებიც, სადაც გვანცა ვივიენ ივანიშვილის გარდა ოჯახის სრული შემადგენლობით არის შეკრებილი. ამ შენობის პროექტი მერიის არქიტექტურის სამსახურს არ აქვს ატვირთული, ამიტომ პროექტის ავტორთან ვარკვევთ. იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა, რომ ამ შემთხვევაში შენობას ბუნკერი ჰქონოდა. თქვენი დაპროექტებულია შპს დეფანი არქიტექტურას მიერ სახლი, სადაც ახლა ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს თაბორზე. არ არის ეს პროექტი ხელმისაწვდომი არსად და რატომ ბატონო ირაკლი? და აი მიწისქვეშა სართულებზე არ არის არსად ინფორმაცია და რეალურად ხო არსებობს ეს მიწისქვეშა სართულები? რომც იყოს რა პრობლემაა. არანაირი გეკითხებით, უბრალოდ არ დევს მერიის საიტზე და არ მახსოვს ახლა როგორ გითხრათ, ახლა ტელეფონით მირეკავ. შეგიძლიათ რომ გადაამოწმოთ და დაგირეკოთ? არა, მეტრო კონფიდენციალურია, მე არა მაქვს მაგის განცემის უფლება. შაბათის ეთერს სარწმუნო წყარო, რომელსაც გასაგები მიზეზების გამო საჯაროობის სურვილი არ აქვს, გვეუბნება, რომ შიში, რომელიც გაქცეულ გულუას ჰქონდა, იმდენად დიდი იყო, რომ მისი ადგილსამყოფელი შესახებ არასწორ ინფორმაციებს შეგნებულად ავრცელებდა. ამბობდა, რომ კანადაში იყო, რეალურად კი შტატებში იმყოფებოდა. ამ დროისთვის გულუას ამერიკის მოქალაქეობაც აქვს, თუმცა ივანიშვილის შიშით შვილებთან შესახვედრად მაინც ნეიტრალურ ქვეყანას ირჩევს. თუ შეიძლება დაგწამდეთ. არა გვაქვს ასეთი საუბრის არანაირად წარმართვის არანაირი სურვილი. რატომ არის თქვენი ძმა ქვეყნიდან გადახვეწილი? თემაზე ქალბატონო. რატომ არ საუბრობთ? არ გვინდა და არ ვსაუბრობ. კაცი, რომელიც სრულად არის გამქრალი სამშობლოში, უძრავ ქონებებს ცოლის სახელზე ინარჩუნებს. მათ შორის ამშენებარე ვილა წავკისში, აპარტამენტიავლაბარი რეზიდენსში, სამსართულიანი კერძო სახლი მტკვრის სანაპიროზე, ბინა ხომლელის ქუჩაზე და ორსართულიანი კომერციული ფართი გლდანის ცენტრში. ეს ის ფართია, რომელიც ვიქტორია ბარჩუკოვას ეკუთვნის. კი, ვიქტორია ბარჩუკოვასია. კანადაშია, მე როგორც ვიცი, წავიდა კანადაში. ამერიკაში ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. ეგეც კი იცრუა, რომ არ მოეძებნათ. სატელეფონო ხაზია გიორგი ლომაია, ასევე ქართუს ყოფილი მმართველი და ბადრი გულუას წინამორბედი. სწორედ ის შეცვალა გულუამ თავის დროზე ივანიშვილის ქართულ ჯგუფში. ამიტომ მასთანაც იგივე შინაარსის კითხვა გვაქვს. თქვენ არ ყოფილხართ მოღალატეთა სიაში? მე მგონი ჯერ არა ვარ და. და გაქვთ ურთიერთობა ახლა ბატონგია? არა, არანაირი. გიორგი ლომაიაც ერთ-ერთია, ვისაც ივანიშვილი მილიონების მართვას ანდობდა და შემდეგ ისიც ამოიჩემა. ამ შემთხვევაში ეჭვების გაჩენის საფუძველი შესაძლოა მისი ძმა ყოფილიყო. წინა ხელისუფლების მთავრობის წევრი კახა ლომაია, თუმცა ახლა უკვე კერძო ბიზნესით დაკავებულ ქართუს ყოფილ პრეზიდენტს ივანიშვილის წარსულში დატოვება ურჩევნია. ბატონ ლაშა, გამარჯობა. დუმილს ამჯობინებს ლაშა ძიძავაც. ივანიშვილმა ქართუს მმართველობიდან ისიც გაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინე ხვედელიძის ნათესავის ქმარი იყო. რატო წამოხვედით თავის დროზე ქართლიდან? არა, მე არ შემოშ საუბარი. რითა წენინეთ ბიძინა ივანიშვილს ბატონო ლაშა. ბატონო? თქვენ ხო ნათესავი იყავით, ქალბატონი ეკას ნათესავის ქმარი.
ლაშა ძიძავა, გიორგი ლომაია, გურამ ჩაგელიშვილი, გიორგი ბაჩიაშვილი, გიგა ჩრდილელი. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ადამიანების, რომლებიც ქართულში მილიარდერმა ჯერ მიიყვანა და შემდეგ თავადვე გაუშვა. ამავე სიაშია ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ქართულს ერთ-ერთი ყოფილი შეფი დიმიტრი გუმსიშვილიც. ალო, ბატონ დიმიტრი, გამარჯობა. გამარჯობა. სულ დროს ხوار გირეკავთ? არ ვიცი ვინ მძალდებით. მე მაკავარ ჩიხლაძე TV პირველიდან. მაშინ სულ დროს მიგე. რატომ ბატონო დიმიტრი? რაღაც მინდა კითხოთ, აი ქართუდან რომ გაგიშვეს, რატომ გაგიშვეს ბატონ დიმიტრი თავის დროზე? ჩრდილელთან ერთად. კარგად თითქოს. რისი მადლობა, კითხვაზე მიპასუხეთ. შაბათის ეთერმა ივანიშვილის გარემოცვისგან მოისმინა ოლიგარქის მიერ გუნდიდან ხალხის გაშვების არაერთი ისტორია. ყველა ხაზს უსვამს მთავარს, რომ მისი დარწმუნება შეთქმულების თეორიებში რთული არ არის. არც იმაში დაჯერება, რომ ღალატობენ ან მის თანამოაზრეებად მხოლოდ ფულის გამორჩებიან. ეჭვობით შეპყრობილ მილიარდერს ამ მიზეზით შეუძლია ადამიანებს ერთი მეორეს მიყოლებით დაემშვიდობოს. ან თუ იეჭვებს, რომ გაშვებულები მისთვის საფრთხე შექმნიან, მეტი სიმშვიდისთვის ციხეშიც გაუშვას. ასე შერაცხა ივანიშვილმა აგენტად ქართულ ბანკის ყოფილი მმართველი გიგა ჩრდილელი. ჩრდილელი მხოლოდ ქართულ ბანკის პრეზიდენტი არ იყო. სწორედ მას ანტობდა მილიარდერი რუსეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებასაც. ხა რომ მოსკოვში ჩახვალსო? დიახ. მაგის ტელეფონი მიეცი? დიახ. დაგირეკავს ხო უთხარი? სახელმწიფო უნდა თქო და რაღაც. დასაგებ. ადამიანი, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში დაბრუნების საკითხებს ივანიშვილისვე თხოვნით რუსეთის ელჩთან განიხილავდა, 2011 წელს მილიარდერმა ნაციონალური მოძრაობის აგენტად გამოაცხადა. შინაარსი არის ის, რომ მე ან ვიცერდი, ან მომონტაჟებდი, ან რაღაცა და დღეს აი აბატონ. ხო გეუბნებოდით, რომ ეგ ნაციონალების აგენტია და აგენტ ჩემთან ლაპარაკს იწერდა. ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილზე დაკვირვება გვაფიქრებინებს, რომ ოლიგარქი თითქმის ყველა შემთხვევაში ერთ წრეზე ტრიალებს. ადამიანები არსაიდან ჯერ საპასუხისმგებლო პოსტებზე მიყავს, გარკვეული დროის შემდეგ კი მათი ჩამოშორების ოპერაციას იწყებს. ასე იყო ქართუში და ასეა მთავრობაშიც, სადაც მან ყველაზე მაღალი პოსტები სწორედ ქართუდან მოყვანილებს ჩააბარა. დაკავებულია გრიგოლ ლილუაშვილი. ირაკლი ღარიბაშვილის ცნობილი იქნა დამნაშავე. დაკავებულია ჯუანშერ ბურჭულაძე. ღარიბაშვილიც, ლილუაშვილიც, ბურჭულაძეც და დასაჭერად გამზადებული ირაკლი ქარსელაძეც ქართუდან მოდიან. მათი კარიერა, რომელიც ივანიშვილთან დაიწყო, ივანიშვილისვე ციხეში სრულდება. ოლიგარქმა არც მისი ვაჟის უახლოესი მეგობარი დაინდო. მით უფრო რომ ბერა, პატიმარი ექს-პრემიერის შვილის ნათლიაცაა. ეს ფოტოები მათი ურთიერთობის რამდენიმე ეპიზოდს ასახავს. ეს ურთიერთობა კი 15 წელზე მეტს ითვლის. ბერა ღარიბაშვილს ყავდა ჩაბარებული. შაბათის გუნდის მიერ მოპოვებული ფარული აუდიო ჩანაწერის თანახმად, გაპრემიერებამდე ღარიბაშვილი ოლიგარქის თინეიჯერი ვაჟის უკანონო დავალებების უსიტყვოდ შემსრულებელიც იყო. ტიპი მირეკავს და ბოდის სიხდის და 5 კაცი ადგას დედა საგინებს ეგ წარმოვიდგინე რა. ოჩანს გიმოშულ და მაგრამ მოხდეულ. მაგრამ კაცურად მოიქეჩი. შაბათის ეთერმა მოიპოვა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილის დაჭერა ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა გადაწყვეტილი, როდესაც პარტიის თავმჯდომარედ ჩამოლაბორანტებულს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთებინა. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქართულ ოცნების თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე. ეს განცხადება 2025 წლის 25 აპრილით თარიღდება. 24 აპრილს კი ქონების რეესტრში ამოდის ახალი ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ პოლიტიკიდან წასვლამდე ირაკლი ღარიბაშვილს ქართულში არსებული იპოთეკური სესხი დააფარინეს. დააფარინეს იპოთეკა წინა დღეს და მერე წავიდა პოლიტიკიდან. ეგ საკითხი საერთოდ არ ვიცი. ეხლა ჩემგან გესმით პირველად? ჩვენგან მესმის პირველად ეგ ამბავი. ამიტომ მაგაზეც კომენტარს ვიყავ. ანუ ქართულ სესხი რა ფული დააფარა, ეგეც არ იცით, ხო? შესაბამისად. კიდე გავიმეორე. ეგ საკითხი პირველად მესმის თქვენგან. არ ვიცი და შესაბამისად კომენტარს ვიყავ. ხო, დოკუმენტებით დასტურდება უბრალოდ ამიტომ გისურვებთ კითხვას. აი ხა მართლა თქვენგან მესმის პირველად. ეს არის განცხადება, რომელსაც ხელს ქართულს წარმომადგენელი ზურაბ გოგუა აწერს. გოგუა რეესტრს თხოვს შეწყვიტოს იპოთეკის რეგისტრაცია სახლზე, რომელიც სახელმწიფოსგან იჯარით მიღებულ ტყეში, ბაკურიანში დგას. ტყის სასახლე ქართულში იპოთეკით 2019 წლიდან იყო დატვირთული. რაც აჩენს გონივრულ ვარაუდს, რომ ციხისთვის გამეტებულ ღარიბაშვილს ივანიშვილმა ჯერ საკუთარი ბანკის ვალი დააფარინა და პოლიტიკიდანაც მხოლოდ ამის შემდეგ გაუშვა. ის რომ ღარიბაშვილი ხელფასით არ ცხოვრობდა, ეს ოლიგარქმა წლების განმავლობაში იცოდა. სად გადაიკვეთა წითელი ხაზი? ერთკვირიანი კითხვა-პასუხის შემდეგ ყველაზე რეალურ ვერსიაზე TV პირველის ეთერიდან სპეცრაზმის ერთ-ერთმა ყოფილმა შეფმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ისაუბრა.
ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც სუფრაზე ჩაუწერეს და ამაზე შემდეგ კობახიძე მააწყო უკვე. და ეს ჩანაწერი მიუტანეს ბიძინა ივანიშვილს. ამ რეპორტაჟში ჩვენ ბიძინა ივანიშვილის მიერ ციხეში გაშვებული ხალხის მხოლოდ ერთი ნაწილის ისტორიები შევაგროვეთ. მათ შორის იყო ივანიშვილის მებაღეც. ვალოდიას ვიც იცნობდა, იმას იმართლე იცის. ახლა თუ მილიონებისთვის აჭერინებს წლების წინ საკუთარი მებაღე პალმის ერთი ხის გამო დააპატიმრებინა. მაშინ ეჭვი გასჩენია, რომ ვალოდია ბრეგვაძემ მისი რეზიდენციების გასამწვანებლად საჭირო ენერგებში იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე რეალურად ღირდა. მებაღეს ბრალი არც უღიარებია და ვერც დაუმტკიცეს, თუმცა ციხეში ეჭვის გამო მაინც ჩასვეს. ერთ ძირ პალმაზე იყო ლაბარაკი. ერთ ძირ პალმაზე? თურქეთში ნაყიდი პალმა, ვითომ ამდენი უნდა გადაეხადა, ვითომ ამდენია გადახდილიო და იწერა ივანიშვილი მადრაბიშვილს, რომ ხოთ გამოიძიოთ აკაცის საფრთხე. ზუსტად ვიცით ვიცით გამოჩენს, რომ ამოჩემი იყო მართალი ყოველთვის. და სიმართლის დამტკიცება არ გინდათ? არ მინდა, მე ვიცი შემეთ. ვალოდია ბრეგვაძის გარდა, ეჭვებით სავსე ოლიგარქმა ციხეში ჩასვა საჩხერის საავადმყოფოს მშენებლობაზე ზედამხედველი პაატა სადუნიშვილიც. ცემენტისა და ქვიშის მოპარვაში დადანაშაულებული კაცის ქუჩაზე კი გაბრაზებულმა მილიარდერმა მისი დაფინანსებით გაკეთებული გაზმომარაგების მილებიც კი ჩააჭრევინა. აგვიჭრას სულ. აგიჭრათ რას ქვია, ანუ მილები მოჭრეს? მოჭრეს ესენი აჭრეს სულ და რომ გითხეთ პრარავს რატო ჭრით? მან გაგიკეთოს თორ ჩვენიდანო იმდენი ფული წაიღო, გაგიკეთოს თიმან. ანუ ბიძინა ივანიშვილმა შემოგიცვალათ ესე? საჩხერის გაზმომარაგების დაფინანსების საქმეზე დაადებინა ბორკილები იუზა ჩხეიძისთვისაც. კაცისთვის, რომელიც მანამდე მამამისის გრიგოლ ივანიშვილის უფროსი იყო. იმასთან მუშაობდა გრიგოლი მაშინ, ეს მუშაობდი აქ ბრიგადირად ჩამქონახო საკონსერვებში და მაშინ ისე რა ქვია პროდუქტი და ისე. ციხის გისოსებში ბიძინა ივანიშვილის საჩივრის საფუძველზე მოხვდა ოლიგარქის ოჯახის წევრიც. ეკატერინე ხვედელიძის ერთადერთი დისკმარი ივანიშვილმა საპატიმროში ასევე ეჭვიანობის საფუძველზე გაუშვა. მილიარდერის დათვლებით გია ბერაძემ მას ამ სახლისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი მოპარა. არ მინდოდა გაგება, როცა გავიზარდე, არ მინდოდა თქვილა უბრალოდ ნერვების მოშლა. ივანიშვილის მიერ დაჭერილებზე დაკვირვების მრავალწლიანი პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ოლიგარქის მთავარი პრობლემა ნდობის დეფიციტია. მას დროთა განმავლობაში ამ ნდობის ლიმიტი ეწურება, რისი მიზეზიც ფაქტობრივად ყველა შემთხვევაში ფულია. გამონაკლისს შემთხვევებს წარმოადგენენ პერსონები, რომელთაც სახელმწიფო თანამდებობები ანდოდა მათზე უარი საბოლოოდ მორჩილების დეფიციტის გამოთქვა. ასე დაგვიგროვდა უახლეს ისტორიაში მოღალატე და აგენტი პრეზიდენტები, პრემიერები, პარლამენტის თავმჯდომარეები, დაპატიმრებული მინისტრები და დაკავების მომლოდინეები, რომელთა ციხეში მოხვედრის რიგითობასაც ისევ ბიძინა ივანიშვილი ადგენს.